კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, რეგისტრაციისთვის, დასწრებისთვის. ორიოდე სიტყვით მინდა რომ კომპანიის შესახებაც მოგიყვეთ. მოკლედ, მე ვარ ელენე კეკეჭკორი, კომპანია Finos მარკეტინგული გუნდის წევრი. დღეს ჩვენი ვებინარი შეეხება კომპანიების ფონების წლიური დეკლარაციის შესახებ, რომლის წარდგენის საბოლოო ვადა არის 1 აპრილი. ვებინარს დღეს წაუძღვება კომპანია Finos საგადასახადო აუდიტის მენეჯერი დავით გორდიაშვილი. Fino არის აუდიტორული და ბუღალტრული მომსახურების კომპანია, რომელიც უკვე 13 წელზე მეტია რაც ოპერირებს ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება და კომპეტენცია და გადავწყვიტეთ, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ სექტორში ოპერირებენ, ხანდახან შევთავაზოთ საინტერესო ვებინარები სხვადასხვა საინტერესო თემასთან დაკავშირებით და მოკლედ ერთ-ერთ ესეც დღეს თქვენს ესწრებთ. რაც მინდა რომ გთხოვოთ და გირჩიოთ არის ის, რომ ვებინარის ბოლომდე დარჩეთ, რადგან კომპანია Fino ამ თემასთან დაკავშირებით პატარა საჩუქარს გიმზადებთ ყველა ვებინარზე დამხტრი ადამიანს. ეხლა სიტყვას გადავცემ დავითს. დავითი წარუძღვება დღევანდელ ვებინარს. მადლობა. გამარჯობა მეგობრებო. პირველ რიგში მაინტერესებს ჩემი ხმა თუ ისმის. გამოსახულებას მეგონი უნდა იყოს. ელენე, შენ შეგიძლია დავინდასტურო თუ ისმის ჩემი ხმა? კი, დავით, ისმის ჩატში ვერ დაწერენ ვერაფერს, ვებინარის ბოლოს კითხვები თუ ექნებათ, question and answer-ის ჩატში შეუძლიათ რომ კითხვები მოიწერონ. ვენერი. აი, მაშინ დავუწყოთ მეგობრებო. ესე იგი, დაგვიდგა ეს ჩვენი ქონების გადასახადის გადახდის დრო და დღეს ეხა რას გავივლით? მოკლედ, ძირითადი ნაწილი იქნება, რომ კანონს გავიხსენებთ, რა წერია, როგორ წერია და შევავსებთ, ესე რომ ვთქვათ, საცდელად რამდენი ან მაგალითის დონეზე ჩვენი ქონების დეკლარაციას. ეხლა პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, ზოგადად ქონების დეკლარაცია კი ქვია, ამ ჩვენს იმას რა ქვია, გადასახადს ქონებას კი ეხება, მაგრამ ქონება რო ვნახოთ ეხლა ჩვენ საგადასახადო კანონმდებლობაში, ხო? ზოგადად მოიცავს ძალიან ბევრ რაღაცას რა. იმაზე მეც ვიდრე ჩვენ სახელმწიფო გთხოვს რომ დავადეკლარიროთ, ესე რომ ვთქვათ რა. პირდაპირ ქონების გადასახადის განმარტებას თუ ავიღებთ, ფაქტობრივად შედის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის განკარგვა და ფლობა შეგვიძლია, ხო, განმსაზღვრელად. თუმცა ამ საერთო ქონებიდან მოკლედ ესე იგი კოდექსი გამოყოფს ორ ნაწილს. ერთს დაარქვა დასაბეგრი ქონება და დასაბეგრი ქონება კონკრეტული პირების მიხედვით სხვადასხვა რაღაცა არის და მაგას ცოტა ხანში გავვილეთ ვირაზე იხდის ქონების გადასახადს და ამ ქონებიდან გამოყო კიდე ცალკე მიწა, რომელიც თავის მხრივ კიდე იშლება პატარა ჩაშლა აქვს სასოფლო მიწა და სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო. ეს ორი იდეაში იმიტომ არის გამოყოფილი, რომ ცალ-ცალკე ესე რომ ვთქვათ განაკვეთები აქვს, რა ცოტა სხვანაირად ითვლება ამ მიწებზე გადასახადი. ამიტომ ცალკე არის. რაც შეეხება დასაბეგრ ქონებას, ეგ უკვე ფაქტობრივად მიწის გარდა ყველა ქონება შეიძლება შეეხოს, თუმცა ეხლა ვნახავთ მაგალითად კონკრეტული პირების მიხედვით რაზე შეიძლება გადაიხადონ ქონების გადასახადი, ხო? აქ ძირითადი აქცენტი გვექნება მეგობრებო შეპესების ნაწილზე უფრო და ანუ უფრო კომპანიების ნაწილზე, მოდი ესე დავარქვათ და არა ფიზიკური პირების ქონებას. იმიტომ ფიზიკური პირები მოგვიანებით აგზავნიან ქონების დეკლარაციას, ამიტომ მათი ვადა რომ მოვა, ესე რომ ვთქვათ, მე განვიხილოთ მაგათ შემდეგ იმაზე რა ქვია, ვებინარზე, ალბათ გვექნება მაგათ. ეხლა რაც შეეხება ვინ იხდის ქონების გადასახადს, ხო? პირველ რიგში ქონების გადასახადს იხდის რეზიდენტი საწარმო. ანუ აქ დაფუძნებული ნებისმიერი საწარმო და ეს საწარმო საგადასახადო კოდექსის მიხედვით ამაში ჩვეულებრივად შედის ყველა შეპესეც აქციოს ადვილად და ასე შემდეგ ყველა მეწარმის და მოკლედ ფიზიკური პირების. ასევე ქონების გადასახადი შეიძლება გადაიხადოს რეზიდენტმა ორგანიზაციამ, ოღონდ ორგანიზაცია ყველა შემთხვევაში არ იხდის ქონების გადასახადს წინასწარ გეტყვით. კიდე ქონების გადასახადს ზოგადად იხდის ფიზიკური პირი, თუმცა დღეს არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეხლა არ უწევს, როგორც წევანდქვი. და ასევე არარეზიდენტი საწარმო, არარეზიდენტმა საწარმო შეიძლება გადაიხადოს მოკლედ საქართველოში ქონების გადასახადი, ოღონდ რა თქმა უნდა არა მთლიან ქონებაზე, არამედ კონკრეტულად საქართველოში რაც აქვს, ესე რომ შევხედოთ.
ეხლა უფრო კონკრეტულად რომ დავაკონკრეტოთ, ვირაზე იხდის ქონების გადასახადს, ხო? ძირითადი ნაწილი, ესე რომ ვთქვათ, უფრო არის საწარმოები და საწარმო იხდის, ესე იგი, მის ბალანსი არსებულ ძირითად საშუალებებზე. ასევე მის ბალანსი არსებულ საინვესტიციო ქონებაზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. ერთი ორი სიტყვით ეხლა ამ კატეგორიებს რო შევეხოთ, ფაქტობრივად არის ესეთი რაღაცა, რომ ესე იგი საწარმოს თუ ბუღალტრები ხართ, კარგად გაიგებთ პრინციპში და მიხვდებით, რომ ფაქტობრივად 21-ებზე რაც უზის საწარმოს ძირითად საშუალებებად, ბალანსზე როგორც აქ აღრიცხული ძირითად საშუალებები, ამ ძირითად საშუალებებზე იხდის ქონების გადასახადს. ასევე საინვესტიციო ქონება თუ აქვს რა, ეს ძირითადად ესე რომ ვთქვათ, უძრავი ქონება, რომელიც ან იარისთვის მაქვს, ან ღირებულების დასველოდები და მაგითო მაქვს, ხო? ან კლასიკური განმარტებით რაც არის, ესე რომ ვთქვათ, საინვესტიციო ქონება, მაგაზეა საუბარი. ეგეთი რაღაცები თუ აქვს, მაგაზეც ვიხდით ქონებას. ასევე დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე. ჩვენ შეიძლება, ესე იგი, რაღაცა თანადგარები ნაყიდი ქონდეს, მოტანილი ქონდეს, დაალაგებული ქონდეს, მაგრამ ჯერ არ იყოს, ესე რომ ვთქვათ, გაშვებული საწარმოო ხაზში, მაგალითად, ან კომპიუტერი ვიყიდეთ და ჯერ არ ვიყენებთ, მაგრამ მზად არის რომ გამოვიყენოთ, ხო? ესეთ მოწყობილობებზე ჩვეულებრივად ვიხდით ქონების გადასახადს. კიდე მნიშვნელოვანი მომენტია დაუმთავრებელი მშენებლობა შეიძლება ქონდეს შეფესის რა. უბრალოდ საწარმოს. ესეთ შემთხვევაში ქონების გადასახადს ვიხდით უბრალოდ ამ დაუმთავრებელ მშენებლობაში არ იგულისხმება მაგალითად თუ ესე იგი ისეთი კომპანია ვარ, რომელიც გასაყიდად აშენებს რაღაცებს. შეიძლება სახლებს აშენებს, კორპუსებს აშენებს, შეიძლება ავიც რაღაცა ვიღაცას უბრალოდ რაღაც ქარხანას აშენებს და მე ყიდის, ხო? არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, თუ ისეთი მშენებლობა გვაქვს დაუმთავრებელი, რომელიც მე ვიცი რომ უნდა გავყიდო, ფაქტობრივად ეგ ჩვენი საქონელი გამოდის და მაგაზე არ ვიხდით ქონების გადასახადს. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენი გამოყენებისთვის არის საბოლოო ჯამში, მაგ შემთხვევაში მოგვიწევს რომ დაუმთავრებელ მშენებლობაზე გადავიხადოთ ქონება. ასევე ლიზინგით გაცემულ ქონებაზე ვიხდით ქონების გადასახადს. აქ მცირე განსხვავება არის თუ ჩვენ ლიზინგის გამცემი კომპანია ვართ, მაშინ ცოტა სხვანაირად ვეგრავთ, თუ ჩვეულებრივი კომპანია ვართ, მაგრამ ლიზინგით გავეცით, მაგ შემთხვევაში სხვანაირად ვეგრავთ, სხვა ტარიფი გვაქვს, ესე რომ ვთქვათ რა. რაც შეეხება არარეზიდენტ საწარმოს, ფაქტობრივად იგივეზე იხდის, იგივე კატეგორიებზე იხდის ქონების გადასახადს, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ ეს არარეზიდენტ საწარმო თუ რაღაცას სომხეთში ფლობს, ან რა ვიცი, საზღვარგარეთ, მოკლედ მაგას არ ეხება რა თავისთავად. ასევე ფიზიკური პირის შემთხვევაც ვახსენოთ, აქ ძირითადად არის რომ თუ საკუთრებაში რამე უძრავი ქონება აქვს, მაგაზე ვიხდით. თუ ესე იგი მსუბუქი მანქანები ყავს, იახტები, შოუმფრენები და ასე შემდეგ, მაგაზე შეიძლება გადავიხადოთ. ასევე არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე გადავიხდით, იმიტომ რომ აქ ცოტა ისეთი თემა არის, არარეზიდენტს ესე პირდაპირ ვერ ვახდევინებთ ლიზინგზე ქონების გადასახადს, ამიტომ აქედან უფრო აქეთ არის დაკისრებული, ესე რომ ვთქვათ, ეს გადასახადი რა. და თუ ეს ფიზიკური პირი არის მძმეწარმე და რაღაცა დანადგარები აქვს თავის სახელზე თუ მაგრამ მოკლედ ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებს, ეს დანადგარი იქნება რაღაც საინვესტიციო ქონება და უმონტაჟებელი მოწყობილობა თუ რა იქნება, მოკლედ ყველაფერზე ჩვეულებრივად იხდის ქონების გადასახადს. უბრალოდ ამის დეკლარირებაც ხდება მოგვიანებით რა, როცა ფიზიკური პირის ქონების წარდგენა ხდება ესე. ეხლა უშუალოდ კი ვახსენეთ რაზე ვიხდით მოკლედ ქონების გადასახადს, მაგრამ როგორ გამოვითვალოთ ეხლა ეს ქონების გადასახადი, მაგას რო შევეხოთ ერთი ორი სიტყვით. ესე იგი, ნიშნულოვანი მომენტი რა არის ეხლა აქ? ჩვენ შეპესეს ბუღალტრებმა ესე რომ ვთქვათ, ანუ მოკლედ ვინც შეპესეს ქონებას ადეკლარირებს, უნდა დავითვალოთ რამდენიმე მაჩვენებელი რა. პირველი ეს არის მაგალითად 2024 წლის დასაწყისში თუ ვითვლი მე ქონების 2024 წელზე თუ ვითვლი ქონების გადასახადს, უნდა დავითვალო 2024 წლის დასაწყისში რა მქონდა ამ ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება. მერე უნდა დავითვალო წლის ბოლოს რა მქონდა საბალანსო ღირებულება
და ამ ორი მონაცემიდან უნდა დავითვალოთ საშუალო საბალანსო ღირებულება, რომელსაც უკვე დეკლარაციაში გადავიტან და აქედან 1%-ს გადავიხდი. უпростоრად თუ უფრო კონკრეტულები ვიქნებით, არაუმეტეს 1%-ს გადავიხდი რა. არის შემთხვევები, როცა ოდნავ ნაკლები პროცენტი არის, მაგალითად, წერა ლიზინგზე რო ვთქვით, ხო? იქ 0.06% შეიძლება გადავიხადოთ თუ სალიზინგო კომპანია. სხვა შემთხვევაში მე ძირითადად არის რომ 1% გვიწევს რომ გადავიხადოთ რა. საბალანსო ღირებულება საქმე შეგახსენებთ, შეიძლება ზოგმა არ იცოდეთ, არის რომ როდესაც კომპანია რაღაცა ძირითად საშუალებას იყიდის, მოდი მაგას დავარქვათ ისტორიული ღირებულება, რამდენადაც იყიდის ამ საშუალებას, მერე წლების მანძილზე ამ საშუალებას აკლდება, ამ საშუალებას დარიცხული, ესე რომ ვთქვათ, ცვეთის თანხა და საბოლოო ჯამში ჩვენ საბალანსო ღირებულება რომ მივიღოთ, ეს ისტორიულ ღირებულებას უნდა გამოვაკლოთ დაგროვილი ცვეთა და რაც დაგვრჩება, ანუ ესე რომ ვთქვათ, რა დარჩენილი ღირებულება რაც იქნება, მაგას ქვია საბალანსო ღირებულება და მაქედან უნდა დავითვალოთ. თუ გინდათ ერთი პატარა მაგალითიც გავაკეთოთ მაგაზე. მოდი უცებ რო აგიხსნათ, შეიძლება ზოგს არ გქონდეს ეგ. ხა Excel-ს გაგიშიარეთ. მოკლედ, თუ გვაქვს ესეთი შემთხვევა, რომ მაგალითად რაღაცა შენობა ვიყიდეთ, ანუ 2010 წელს, რაღაც მილიონ ლარად. და ვთქვით, რომ ეს შენობა დაახლოებით 20 წელი მოგვემსახურება რა. ექსპლუატაციის ვადა არის 20 წელი. გამოდის, რომ მე ყოველ წელს ამ შენობას დავუშვათ, რომ ნარჩენი ღირებულება არ აქვს რა. ყოველ წელს მოკლედ უნდა დავარიცხო მეოცედი თანხა, ხო? ანუ ცვეთა ყოველწლიურად მექნება მე ეს ჩვენი მილიონი გაყოფილი ამ ჩვენ 20 წელიწადზე. ანუ წელიწადში 50000 მე ვარიცხავ ცვეთას, ანუ 50000 მე მაქვს ხარჯებში, დანარჩენი აკდება ისტორიულ ღირებულებას ესე ვთქვათ. ეხლა რა გამოდის? მე ფაქტობრივად გამოდის, რომ 14 წლისგან, უბრალოდ 24 წელზე ვარიცხავ, დაუშვათ. გამოდის, რომ 14 წლის განმავლობაში მე ამაზე უნდა დამერიცხა ცვეთა. ანუ 2024 წელი, მოდი ესე გავაკეთოთ. 2024 წელი გვაქვს ხა? და უნდა დავითვალო ორი მონაცემი, ხო, ერთი საწყისი და უნდა დავითვალო საბოლოო. საბალანსო ღირებულებები. ამისთვის მე მჭირდება ისტორიული ღირებულება, რაც ვთქვით, რომ ჩვენთვის მილიონი ლარია. ანუ ორივე შემთხვევაში, საწყისის შემთხვევაშიც და საბოლოო შემთხვევაშიც ეს ღირებულება არ შემეცვლება და ორივე მილიონი ლარი იქნება. იმედია ნულებში არ ავწდი. პირველ შემთხვევაში საწყისში, ხო? ანუ გამოდის, რომ დაახლოებით 2024 წლის საწყისში გამოდის, რომ 13 წელი ვარიცხავდი მე ამას ცვეთას. ანუ ცვეთა გამომივა ამ შემთხვევაში 13 წელი გამრავლებული ამ წლიურ ჩვენ 50000-ზე, ხო? ანუ 650,000 გამოვა, რომ მე ცვეთა მაქვს დაგროვებული ამ 13 წლის განმავლობაში. მე 14 წელი უკვე 2024 წელია, ხო? ამიტომ აქ რამდენიმენაირად შემიძლია გავაკეთო, ერთი რომ 14 წელზე გავამრავლო ეს თვითონ წლიური ნორმა, ან ავიღო და პირდაპირ საწყის დავამატო ეს ჩვენი 50000 აქ რაც გვქონდა. და რა გამოვიდა ეხლა, რომ საწყისი საბალანსო ღირებულება გვექნება ისტორიულ ღირებულებას გამოკლებული ჩვენი დაგროვებული ცვეთა. აქ მე მგონი 1-0 წოდა ზედმეტი. 350,000 კი ბატონო. და იგივე საბოლოო შემთხვევაშიც ისტორიულ ღირებულებას ასევე გამოვაკლებთ ჩვენ დაგროვილ ცვეთას. და გვექნება, რომ წლის ბოლოს 300,000 გვაქვს დარჩენილი. ეხლა რა უნდა გადავიტანოთ დეკლარაციაში? ჩვენ დეკლარაციაში, როგორც ვთქვით, უნდა დავითვალოთ საშუალო საბალანსო ღირებულება, ხო? და საშუალო საბალანსო ღირებულება გვექნება უკვე ამ ჩვენ საწყის საბალანსოს, უბრალოდ მოდი ცოტა ისეთ ხალხეროთ, საწყის საბალანსოს დავუმატებთ საბოლოო საბალანსოს და გავყოფთ 2-ზე.
აი ამ თანხის, ამ 325,000-ის 1% იქნება ჩვენთვის მქონების გადასახადი, ხო? ეს იქნება ერონას გავუმრავლოთ 0.06. ანუ 3250 ლარის გადახდა მოგვიწევს მოკლედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. კარგი, და კითხვები რაღაცები თუ გაქვთ, მოკლედ მეგობრებო მოიწერეთ იმაში, რა ქვია, ჩატში და გავიგეთ რა მე ბოლოს ცოტა. ხო, ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენს პრეზენტაციას. ეხლა რა ხდება? ჩვეულებრივ შემთხვევაში ეს იდეალურად არ არის ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, სიტუაცია და შეიძლება, მოკლედ, დიდი ხნის კომპანია ვიყოთ და გქონდეს ეგეთი შენობა ნაგებობები, უძრავი ქონება, მოკლედ, რომელიც 2000 წლამდე გვაქვს ნაყიდი. ან 2000-დან 2004 წლამდე გვაქვს ნაყიდი, ან თვითონ 2000 წელს გვაქვს ხო ნაყიდი. უпросторо 2004 წელს გვაქვს ნაყიდი და 2004-ის აქეთ გვაქვს ნაყიდი. ეხლა ეს რაში მაინტერესებს, ანუ შემოსავლების სამსახური იძახის ესეთ რაღაცას, რომ შენ რადგან ადრე გაქვს ეგ შენობა ნაყიდი, რა კაცმა არ იცის ზრაფაში იყიდე და რა ღირებულებით ცვითავდი, ხო? ანუ იმდენად გუნდოვანი და შორეული დრო არის, რომ შეიძლება საბოლოო ჯამში შენ ბალანსზე ძალიან დაბალი ღირებულებით გქონდეს ეს აქტივი დატოვებული, ესე რომ ვთქვათ რა, ეს შენობა. გაცვითე და მოკლედ საბაზროზე ბევრად ნაკლები ფასი ღირდეს რა. ამიტომ გეუბნება რომ სულ რო არ ავიჭრათ ქონების გადასახადის თანხის გამოთვლაში, ამიტომ შენ როცა დაითვლი ამ შენ საბალანსო ღირებულებას საშუალოს და სანამ დეკლარაციაში ჩაწერ, უბრალოდ დეკლარაციაში პირდაპირ წერ თვითონ ამრავლის, მაგრამ ლოგიკა არის ესეთი, რომ საბალანსო ღირებულება ჩვენ საიდანაც ქონების გადასახადი უნდა დავითვალოთ. თუ 2000 წლამდე არის ეს შენობა ნაყიდი, 3-ზე უნდა გავამრავლოთ. თუ 2000-დან 2004 წლამდეა, 2-ზე უნდა გავამრავლოთ. და 2004 წელს თუ არის, 1.5-ზე უნდა გავამრავლოთ. 2005-ში თუ ასიტყვაზე, ხო? მაშინ არაფერზე არ ამრავლებთ და პირდაპირ გადაგვაქვს რა, ესე ვთქვათ. ეხლა ეს შემთხვევა ძირითადად ხო, ყველას ეხება რა, მაგრამ შეიძლება იყოს ესეთი მომენტიც, რომ შემოსავლების სამსახურად თავისივე კოეფიციენტებს შეიძლება არ დაუჭიროს. არ დაუჭიროს გულისხმობ, რომ თუ შემოვიდა და შეგამოწვათ. შეიძლება გითხრათ, რომ კი შენ გაამრავლე ხა ეს რა ქვია იმაზე, რა ქვია კოეფიციენტზე რა, მაგრამ მაინც აცდენილია საბაზრო ფასს ძალიან. ძალიან შეიგულისხმება მეგობრებო, რომ სადღაც 10%-ზე მეტით არის აცდენი. ანუ საბაზრო ფასი უფრო მაღალია, ვიდრე შენ რა ღირებულებითაც გიზის ეს აქტივი, ესე რომ ვთქვათ რა. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ ახლა ძალაუნებურად ფაქტორზე გამოდის, რომ ნაკლები ღირებულებიდან დავითვალეთ ქონების გადასახადი და ნაკლები გამოგვივიდა. ამ შემთხვევაში თუ ეს არ ეხება დაუმთავრებელ შენებლობას, მეგობრებო, შემოსავლების სამსახური გეუბნებათ, რომ შემიძლია გამოვიყენო საბაზრო ღირებულება და იქიდან დაგითვალოთ ქონების გადასახადი. ოღონდ აქ კარგი რაც არის რომ როდესაც ეს სხვაობა დაითვლება, ანუ სხვაობა, ესე იგი, თქვენი კოეფიციენტით დათვლილ ქონების გადასახადსა და საბაზრო ფასის გამოყენების შემთხვევაში რამდენიც გამოდიოდა ქონების გადასახადი, ხო? ეს დაგერიცხებათ, როგორც ქონების გადასახადი დამატებითად, მაგრამ არ ჩაგეთვლებათ, რომ თქვენ ესე იგი ქონების დეკლარაციაში გადასახადი შეამცირეთ, ესე რომ ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე, ამაზე ჯარიმა არ დაგერიცხებათ. ჯარიმა კი არა, საურავიც არ დაგერიცხებათ. საურავის დარიცხვა დაიწყება, როცა გეტყვიან, რომ აი ეს სხვაობა უნდა გადამიხადო მაქედან 30 დღეში. ხდები? ანუ ეგრევე მაგას დაგვაჯარიმა, ეგეთ რაღაცა არ ხდება, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახურმაც იცის, რომ შენ ახლა ყოველთვის შეიძლება კარგი აღრიცხვა არ გქონდეს ამ ნაწილში, იმიტომ რომ შენ რო ეს გადაფასებები გამოიყენო და რაღაცა საკმაოდ ძვირი მომენტია, ძვირი ღირს და ბევრ კომპანიას არ აქვს მაგის საშუალება და შეიძლება უღირდეს კიდევაც, რომ ესე კონდეს დატოვებული რა. ძირითადი საშუალება. აქ არის კიდე ესეთი მომენტი, თუ ჩვენ აქტივები გვაქვს, შეიძლება 2000 წლამდე გქონდეს, მაგრამ ჩვენი ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგება იყოს აუდირებული.
და აუდიტის დასკვნა იყოს და სადაც წერია რომ მოკლედ ეს რა ქვია, სადაც წერია რა, ანუ ყოველ შემთხვევაში დაადასტურებს რომ ეს ღირებულებები საბაზროსთან ახლოს არის, ესე ვთქვათ რა. ეს შემთხვევა თუ არის, მაშინ ამ კოეფიციენტების გამოყენება საჭირო არ არის და ის ღირებულება, რაც აუდიტის დროს ჰქონდა ჩვენ ბალანსში, ხო, შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში. თუ ისე მოხდა, რომ ეს შემოსავლების სამსახური გვეტყვის, რომ საბაზრო ფასი უნდა გამოგეყენებინა, ოღონდ ვერ გვეუბნება, არა გვერდოს, ვერ გვეუბნება თუ ის გვაქვს, რა ქვია, აუდიტი გვაქვს გაკეთებული, მოკლედ დასკვნა გვაქვს. მე ვიძახი სტანდარტულ შემთხვევაში თუ შემოვიდნენ, არ ქონდა აუდიტის დასკვნა და გვითხრეს რომ საბაზრო ფასი უნდა გამოიყენო. შემდეგ თუ ეგეთი რაღაც მოხდა, ჩვენ ვალდებულები ვართ რომ მომავალი 3 წელი გამოვიყენოთ ეს ღირებულება, რასაც შემოსავლების სამსახური დაგვიდგენს, რა საბაზრო ღირებულება. როცა მოგების ისე ხონების გადასახადს დავითვლით, მოკლედ. დებთო. კი ბატონო. ეხლა ეს არის ძირითადი ნიუანსები, მოკლედ, რაც ქონების ღირებულების დათვლის ნაწილში გვჭირდება ხოლმე რა. ერთი რაც მინდა აქვე გითხრათ არის რომ ჩვენ როცა დეკლარაციაში წერთ ღირებულებას, იქ მაგალითად აქ რო ვიძახი რომ რაღაცები 3-ზე უნდა გავამრავლოთ, იქ არ გვიწევს 3-ზე გამრავლება, იმიტომ რომ დეკლარაცია თვითონ ამრავლებს. იქ ჩვენ თვითონ უთითებთ უბრალოდ მაგ კოეფიციენტს რა, თვითონ გამრავლს. ამიტომ ჯერ რო გაამრავლოთ და მერე გადაიტანოთ დეკლარაციაში, ეგეთი რაღაცა არ გააკეთოთ, ესე რომ. ეს რაც ეს ეხებოდა მეგობრებო ქონების დასაბეგრ ქონებას რა, მიწის გარდა. მიწაზე არის ცოტა სხვანაირად. მიწაზე კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სხვადასხვა ტარიფებია და სხვადასხვა, ანუ მიწის სახეობის მიხედვით კიდე სხვადასხვა ეს არის, რა ქვია. სხვადასხვა ერთეულია დაბეგვრის რა, სიტყვაზე სასოფლო-სამეურნეო შემთხვევაში არის ჰექტრობით და არასასოფლო-სამეურნეო შემთხვევაში კვადრატულობით რა. კიდე რა მინდოდა ეხა მანდ რომ მეთქვა, სანამ დეკლარაციაზე გადავალთ. ხო, მანდ ესე რომ ვთქვათ, თვითონ ტარიფების დამახსოვრება ფაქტობრივად არ გიწერთ, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია, სისტემა თავისი თითქმის უბრალოდ თქვენ ტერიტორიული ერთეული უნდა მივთითოთ. რაც შეეხება ახლა თვითონ იმას, რა ქვია, როდის ვიხდით და რას ვადეკლარირებთ, ხო? როდის ვადეკლარირებთ, უბრალოდ. საწარმო შემთხვევაში გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ჩვენ 1 აპრილს, მოკლედ, უნდა წარვადგინოთ წინა წლის, ანუ ჩვენ შემთხვევაში ხა 2024 წლის ქონებაზე გადასახადი. დეკლარაცია უბრალოდ რა თქვა რა. თუმცა აქვე ვიტყვი რომ მიწის შემთხვევაში 2024 წელზე კი არ წარვადგინთ 1 აპრილის მდგომარეობის მიხედვით 2025 წელს. კი ვაგზავნით ჩვენ ახლა 2024 წლის დეკლარაციას, მაგრამ აქ კარგად გამომიჯნოთ ქონების ნაწილზე კი ბატონო 2024 წლის ქონებაზე ვაგზავნი 25-ში, მაგრამ 25-ის 1 აპრილს ასევე ვაგზავნი 2025 წლის 1 აპრილს რა მქონდა მიწის გადასახადი. მე რა მიწები მქონდა იმის მიხედვით მიწაზე გადასახადს ვიხდით, ხო? ვადეკლარირებ. აქ ხა ერთი ნიუანსი რა არის? როდესაც მე დავითვლი დასაბეგრი ქონების, ანუ წინა წლის ქონების გადასახადს, ხო? და დავადეკლარირებ 1 აპრილს. მე მომიწევს ერთი რომ თუ პირველად 2024-ში დავფუძნდი, მომიწევს რომ საიდანაც დავფუძნდი და დაფუძნების თვერაც იყო, ოღონდ ეს თვეც ორად იყოფა, ანუ 16 აქეთ თუ არ ჩამეთვლება თვეთ, თუ უბრალოდ 16 აქეთ თუ არ, ანუ მაგალითად 20-ში თუ დავრეგისტრირდი, მაშინ ერთ თვე არ მეთვლება. თუ თავიდან დავრეგისტრირდი, მაგალითად 2 რიცხვში დავრეგისტრირდი, ერთ თვე ჩამეთვლება. რა, 15 არის გამყოფი, ესე რომ შევხედოთ. ანუ თვეების მიხედვით მე დავითვლი, რამდენი თვე ვარსებობ და იმის პროპორციულად გადავიხდი 1 აპრილს ქონების გადასახადს. ეს თუ 2024-ში დავფუძნდი რა. თუ მაგალითად ძველი საწარმო ვარ, მაგ შემთხვევაში 1 აპრილს მე უნდა რაც დამერიცხება ქონების გადასახადი, რამდენსაც დავითვლი, იმას უნდა გამოვაკლო
2024 წელს რომ ივნისის თვეში გადავიხადე ესე რომ ვთქვათ ავანსი ემაზე რა ქვია ავანსი ნუ მინდირარე გადასახდელი ქონების გადასახადზე რა ეხლა ძალიან ვარ დაგაბრუნოთ ცოტა მარტივადაც ვიტყვი ანუ ესე იგი ჩვენ ანუ კომპანია ერთი რომ 1 აპრილს იხდის ქონების გადასახა ადეკლარირებს და იხდის და მეორე საავანსოს იხდის კიდე ივნისის თვეში 15 ივნისამდე როდესაც 15 ივნისს ავანსოს გადაიხდის მეგობრებო, ეს ავანსო ჩვენ გამოგვადგება შემდეგი წლის 1 აპრილს. ანუ შემდეგი წლის 1 აპრილს ჩვენ თუ სიტყვაზე 1200 ლარი დაგვერიცხება ქონების გადასახადი და საავანსო მანამდე გადახდილი გვაქვს 1000 ლარი, 1 აპრილს მოგვიწევს რომ გადავიხადოთ 200 ლარი. თუმცა ამ 1200 ლარს გადავიხდით ივნისის თვეში. კიდევ უფრო მარტივად რო ვთქვათ, აპრილის თვეში მოკლედ კი ვადეკლარირებთ თლიან გადასახადს, მაგრამ ვიხდით სხვაობას, რაც გქონდა წინა წელს გადახდილი ავანსსა და ეხლა დარიცხულ თანხას შორის. მაგრამ ივნისის თვეში უკვე თლიანად 1 აპრილს რაც დავითვალე გადასახადი, გადავიხდი ივნისის თვეში. ესე რომ ეს ეხება დასაბეგრ ქონებასთან დაკავშირებით. მე კი ვაგზავნი მიწაზეც აპრილის თვეში, მაგრამ მიწაზე გადახდა უკვე 15 ნოემბერს ხდება. თუმცა 1 აპრილის მდგომარეობით. ანუ მე თუ 1 აპრილს მქონდა მიწა, მაგ შემთხვევაში მოვახვედრებ იმას, რა ქვია, დეკლარაციაში და ნოემბერში გადავიხდი იმას ქონებას მიწაზე. მე თუ 31 მარტს ვიყიდე, ანუ გადავიხდი, ესე რომ ვთქვათ, მაგ მიწაზე ქონების გადასახადს. თუ მაგალითად 2 აპრილს ვიყიდე, მაგ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ 2 აპრილიდან, ფაქტობრივად 2025 წლის 2 აპრილიდან რავი დეკემბრამდე ჩვეულებრივად მექნება ეგ მიწა, მომიწევს რომ არ გადავიხადო ამაზე მიწის გადასახადი, ესე ვთქვათ. შესაბამისად 2025 წლის ქონების დეკლარაციაში არ მოხდება ესე ვთქვათ. 2025-ის კი არა 2024 წლის ქონების დეკლარაციაში. ანუ კიდევ ერთხელ რო ვთქვათ 2024 წლის ქონების დეკლარაციაში მოხდება 2024 წელს რა ქონებაც გქონდა იქიდან და ის ქონება პლუს მოხდება 2025 წლის 1 აპრილს რა მიწაც მქონდა ის მიწა. თანხას გადავიხდი ქონებაზე 1 აპრილს თუ მქონდა თუ არ მქონდა სიტუაცია წინა წლის ავანსი ბევრი თუ და თუ ესე იგი მიწაზე გადავიხდი უკვე ნოემბრის თვეში რა ესე რომ შევხედოთ. სულ მომიწევს 3 გადახდა. დიდი ალბათობით 1 აპრილს სხვაობის თანხა, ივნისში თლიანი თანხა, რაც დამერიცხება დასაბეგრ ქონებაზე და მიწაზე ნოემბერში დამერიცხება მთლიანად მიწის გადასახადის თანხა ესე ვთქვათ. კარგი. თეორიულ ნაწილი რო ესე ვთქვათ, შევაჯამოთ, კიდე რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია, რაზეც ხა კი გაკვირთ ახსენეთ, მაგრამ კიდე ერთხელ გადავხედოთ. პირველი არის რომ დაუმთავრებელი მშენებლობა თუ გვაქვს და ეს დაუმთავრებელი მშენებლობა ჩვენი პირადი მოხმარებისთვის გულისხმობ კომპანიის პირადი მოხმარებისთვის არის ამ შემთხვევაში ვიხდით ქონების გადასახადს თუ გასაყიდად გვინდა არ ვიხდით ქონების გადასახადს იმიტომ რომ საქონლის კატეგორიაში გადის ესე ვთქვათ კი ბატონო კიდე მიწაზე როგორც თქვით 2025 წლის ანუ 2024 წლის ქონების დეკლარაციაში მოხდება 2025 წლის 1 აპრილამდე თუ რამე მიწა მქონდა უпростоრა 1 აპრილის მდგომარეობით თუ მქონდა რამე მიწა 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით კიდე ქონების გადასახადის დეკლარირების გადავადება შეგვიძლია მეგობრებო ეგ შეგვიძლია გითხრათ სამი თვე შეგვიძლია გადავავადოთ მაგრამ ფაქტობრივად საურავები მოყვება მაინც. განსხვავება ის იქნება, რომ შემოვიდნენ, მოკლედ მაგაზე არ დაგაჯარიმებენ წარდგენილი რატო არ გაქვს. თუმცა საურავები მოდის, ეგ არის მთელი განსხვავება. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივად დაგაჯარიმებენ მაგაზე. კიდე შეიძლება გქონდეს ეგეთი სიტუაცია, როდესაც 2024 წელს ჩვენ ვიყიდეთ რაღაცა დანადგარი, ხო? როცა ჩვენ ქონების გადასახადს ვითვლით, ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ 2024 წლის საწყის საბალანსო ღირებულება ამ დანადგარის შემთხვევაში მქონდა 0. იმიტომ რომ ეს პირდაპირ, ესე რომ ვთქვათ, 1 იანვრის მდგომარეობით უნდა ავიღოთ. და შესაბამისად თუ სადღაც შუა წელში ვიყიდე მე რაღაცა აქტივი, 1 იანვარს არ მექნებოდა და 0 მექნებოდა. და
ეგრე უნდა ჩავსვათ ფორმულაში ესე. კიდე არის ეგეთი შემთხვევა, თუ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი აქტივი გავყიდოთ და ვიცით, რომ შემდეგ წელს მოკლედ 50%-ით შეგვიმცირდება ქონების გადასახადი, ხო? ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ ესე იგი, განცხადების საფუძველზე თქვენ ივნისის თვეში უკვე აღარ გადაიხადოთ შემდეგი წლის საავანსო, ესე ვთქვათ რა. ანუ მარტო 1 აპრილს გადაიხდით და ესე იქნება. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ არ შემცირებულა, მაგ შემთხვევაში უკვე საურავი დაგერიცხებათ ივნისის თვიდან, სანამ არ გადაიხდით მანამდე. ხო, ესე იგი, ახალ რეგისტრირებულ კომპანიაზე თქვით 2024 წელში, სადაც შუაში დავრეგისტრირდით, მოგეთ თვეების მიხედვით უნდა დავითვალოთ პროპორცია და ისე უნდა დავადეკლარიროთ ჩვენი გადასახადი. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ბევრს აქვს ხოლმე ეგეთი თემა, რომ ბიოლოგიურ აქტივებს და ესე ვთქვათ, არამატერიალურ აქტივებს ახვედრებს ქონების დასაბეგრ კატეგორიებში, რომელიც არის არასწორი. ბიოლოგიურის და არამატერიალურს მოკლედ არ ვიხდით ქონების გადასახადს. გათავისუფლებებში რო ვთქვათ, ეხლა ორი გათავისუფლება, რაც ყველაზე ხშირად გამოიყენება ხოლმე, არის სამედიცინო საქმიანობაში თუ რამე ქონებას ვიყენებთ, მაღაზია არ ვიხდით, გათავისუფლებულია და ორგანიზაციის ქონება მიწის გარდა არის ხოლმე რა გათავისუფლებულია, თუმცა ეკონომიკურ საქმიანობაში არ უნდა იყენებდეს არანაირად ეს ჩვენი ორგანიზაცია. ეს თეორიული ნაწილი მოკლედ ეს იყო მეგობრებო, ეხლა 1-2 წუთით შევხედოთ იმასაც, ქონების დეკლარაციასაც. ეს ჩვენი საცდელი კუთხელი ალბათ ყველა ბუღალტერი იცის. შემოსავლების სამსახურის ისე რომ ვთქვათ, უფასო იუზერი, სადაც შეგვიძლია ექსპერიმენტები ჩავატაროთ, მაგას გამოვიყენებ ახლა. ესე იგი, რესერვას შევალთ, ყოველწლიური დეკლარაციები გვჭირდება და აქ საწარმოს ორგანიზაციის ქონების გადასახადი. აქ ახლა უბრალოდ დავით, ეკრანი რა გაგვიზია, რომ არ ჩანს. პატიეთ. ეხლა გამოჩნდა? კი, ახლა ჩანს. ხო, მოკლედ, ესე იგი, ჩვენი შემოსავლების სამსახურის პორტალზე ვარ. სატესტო იუზერი რაც არის. ამ დეკლარაციებში გადავალთ მე ყოველწლიურ დეკლარაციები და აქ არის საწარმოს ორგანიზაციის ქონების გადასახადი. აქ ახლა უბრალოდ შექმნილია და ამით ვისაგებლებ. ანუ პირველ ნაწილზე მეგობრებო, პირველ გვერდზე აუცილებლად ვავსებთ ხოლმე იმას, რა ქვია, ქონებაზე, დასაბეგრ ქონებაზე მიწის გარდა რაც გვაქვს, მაგაზე ინფორმაციას ესე რომ ვთქვათ რა. ინფორმაციის შეტანა ძალიან ესე რომ მარტივად ხდება. პირველი კატეგორიას განსაზღვროთ რა არის. მაგათაც სუბუქი ავტომობილი თუა, მე ტერიტორიული ერთეული სად არის, მაგათაც იყოს წყალტუბო. ქონების საშუალო ღირებულებას წეღარა ფორმულითაც თქვი, რაც დავითვალეთ, მაგას შევიყვანთ, სიტყვაზე 5000 იყოს. შეღავათი თუ არ სარგებლობთ 0 იქნება, აქაც მიუთითებ რომ შეღავათით არ სარგებლობთ. უმეტეს შემთხვევაში 99% შემთხვევაში გადასახადი არის 1% ხოლმე შეფასებისთვის. აი აქ მე-12 გრაფას რაც შეეხება, ხო? აქ გადმოგვაქვს წინა წლის იგივე კატეგორიის ინფორმაცია, ანუ წინა წელს მე-11 გრაფაში, რაც მეკუთვნოდა ინთახას გადმოვიდა. დაუშვათ წინა წელს მეწერა 60 ლარი. კაი, მოდი 40 ლარი იყოს, ხო? და всё, ამას პლუსით ჩავსვათ აქ. ანუ აქ ეხლა რას ნიშნავს? ეს წინა წლის ინფორმაცია იდეაში ჯობია რომ გადმოიტანოთ, თუმცა ძალიან ესე ვთქვათ, სავალდებულო არ არის და მაინც გამოაკლდება თქვენს გადასახადს. ეს წინა წლის ინფორმაცია რას ქვია, რომ მე ხა ამ წელს კი მეკუთვნოდა 50 ლარი. ამაზე რომ გადამეხადა 1 აპრილს. მაგრამ წინა წელს მე რო ქონება მქონდა გადახდილი, ხო? იქ 40 ლარი მქონდა გადახდილი ამას. აი ივნისში რო ამას ვიხდით, მაგას ვიწერე. მაგას გულისხმობ. ამიტომ მე 1 აპრილს 50-ს გადახდა მთლიანად არ მომიწევს. მომიწევს მარტო 10 ლარის გადახდა რა. რაც ანუ ამათ შორის სხვაობა არის.
პირიქით რო ყოფილიყო აქ წინა წესო 60 ლარი მქონოდა, მაშინ არაფერს გადახდა არ მომიწევდა და აქედან ბრუნდებოდა რა ესე. ანუ მე ზოგადად 50 ლარს კი ეხლა არ ვიხდი და 10 ლარს ვიხდი რა, იმიტომ რომ სხვაობა ეს არის, მაგრამ 50-ს გადახდა მე უკვე მომიწევს ივნისის თვეში როგორც ავანსი, ესე რომ მიმდინარე გადასახდები. აქვე მოდის შენობებზე ვთქვათ. აი შენობა ნაგებობაზე აქ მაგათაც ოფისი, ხო? თბილისში. და ჩოხატა უშფონდეს ერთი ოფისი. ნახეთ, აქ უთითებ მე რომელ წელს მაქვს ეს ნაკეთი, რა? და მაგის მიხედვით, მაგალითად 2002 წლამდე ადრეულ პერიოდში ნაკეთი არც აუდიტორის დასკვნა მაქვს და არც აფასებად არაფერი არ აქვს გაკეთებული. ამიტომ მე ბალანსში რაც მიზის, მაგას ჩავწერ 5 აუშვათ 2000 ლარად მიზის რაღაცა ოფისი, ხო? თუმცა შეიძლება ეს ოფისი ეხა ანუ 2024-ში 10,000 ლარი ვიქნას. მე 2000 ჩავწერ მაინც, მაგრამ აი აქ მივთითებ, რომ ეს 2000 წლამდე რადგანაც არის, როგორც წეგან გვეწერა, ხო? 3-ზე უნდა გავამრავ. ამიტომ ამას 3-ს მივთითებ და თვითონ გაამრავლებს 3-ზე რა, მე ესე ვთქვი. აქ ისევ 1%-ს მივუთითებ, წინა წელს დაუშვათ არაფერი არ მქონდა, ანუ 1%-ზე გამოდიოდა რომ 20 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა 3-ზე გამირვალდა და უკვე 60 ლარი გადახდა მომწევს. ხო, ეს ტექნიკური თემა და აი, ეს პირველი გვერდი გავაკეთე. ეხლა მეორე გვერდზე მიწასრად შეეხება, ეს კიდევ უფრო რაღაცა წაგვიშალა ჩვენი რაღაცა პარალელურად ავსებს. იმედია ჩვენ. კარგი, მოკლედ, აქ ეხლა მნიშვნელოვანი რა არის? ერთი მომენტია, ანუ შევსება იგივენაირად საკმაოდ მარტივია. ნახეთ, აქ მნიშვნელოვანია ჩვენ სასოფლოს მივუთითებთ თუ არასასოფლო. დაუშვათ არასასოფლო სამეურნეო მიწა, ხო? აქაც ტერიტორიულ ერთეულს ვირჩევთ. არასასოფლოს შემთხვევაში კარგად დავაკვირდეთ, მეგობრებო, რომ კვადრატულობაში უნდა ჩავწეროთ ჩვენ ფართობი და არა ჰექტრობაში. სასოფლო შემთხვევაში ჰექტრობაში იწერება. ამიტომ აქ მაგალითად დავუშვათ 50 კვადრატული 50 კვადრატია, ხო? შეღავათი არა გვაქვს, საფუძველიც არა გვაქვს. აქ შეღავათიანი მაინდა-მაინც მაღალთიანი მომიშ. ხო, მაღალთიანზე შეღავათი გეკუთვნით და მაგით ვარ დაგვადიყარი. კარგი. დავუშვათ მეორე ვარიანტი გვაქვს, ხო? როცა სასოფლო სამეურნეო, მაგალითად, სახნავის 1000 მიწები გვაქვს, მაგალითად, კახეთში. ჯარში. ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავწეროთ ჰექტრობით. დავუშვათ 10 ჰექტარი გვაქვს. შეღავათი არ გვაქვს. აღსავგებლად შევავათით. აქაც რადგანაც 106-ში ვარდი. კაი. შეღავათი ქონია რაღაცა გულჯანში ეს მე მგონი მაღალთიანი ნაწილი მომიშნე. კარგით, მეგობრებო. ანუ აქ პრინციპი იგივეა, ჯერ ვიჩვენეთ, ესე იგი რა სახეობის მიწა არის, მე სადდებარეობს, ფართობი რა გვაქვს და ვადეკლარირებთ რა. აქ რაც დაგვერიცხება, მეგობრებო, ამას არ ვიხდით პირველადაც და არც ივნისში არ ვიხდით. ამას გადავიხდით უკვე იმაში, რა ქვია, ნოემბრის თვეში. და კიდე ერთხელ გავიმეორებ, თუ სასოფლო სამეურნეო მიწა ჰექტრობაში წერთ აქ კვადრატულობა, იმას რა ქვია, ფართობს, თუ არასასოფლოა, მაშინ კვადრატულ მეტრობაში წერთ. ეგ არა გვირიოს, თორე ძალიან დიდი ის გამოგვივა გადასახადში სხვაობა. ეს არის მეგობრებო ძირითადი ნაწილი ჩვენი დეკლარაციისაც და თეორიული ნაწილისაც. ეხლა თუ კითხვები გაქვთ, ეგენი გავიაროთ და შეგვიძლია ჩვენი მისია შესრულებულად ჩავთვალოთ. ელენე, კითხვები ხო არ არის? მოკლედ, ვებინარის მიმდინარეობისას რამდენიმე მხელი აიწია, შევნიშნე და მეგობრებო, ახლა გაქვთ შესაძლებლობა, რომ თუ რაიმე კითხვა გაქვთ, Q&A რო წერია ჩათის ნიშანი აქვს კითხვის ნიშნით, იქ კითხვები მოიწეროთ და დავითი გაგცემთ პასუხებს. დაველოდოთ ცოტა ხანიდან. ელენე, პირდაპირ გითხრა, ეგეთი ამბავი არ არის.
არა, ჯერ არ დაწერილა კითხვები და შევამცეთ ველოდებით. ერთი კითხვა გვაქვს სალიკვიდაციო ღირებულებასთან დაკავშირებითო. სუსტად რას გულისხმობს? ზოგადად განსაზღვრასთან დაკავშირებითო, დავით. სალიკვიდაციო ღირებულება როგორ განსაზღვრავთ? კი ბატონო. ხო, ალბათ ეგ არის. ეგ ხა ცოტა ისეთი საკითხია მართალი რომ გითხრათ რა, იმიტომ რომ ეს რა რეცეპტი რომ განსაზღვროს სალიკვიდაციო ღირებულება რთულია. ამისთვის ჩვენ მინიმუმ ან შეფასებელი გვჭირდება, რომელიც შეგვიფასებს ამ სალიკვიდაციო ღირებულებას, ან ისეთი ადამიანი გვჭირდება, რომელმაც კარგად იცის ამ აქტივის თვისებები და კარგად იცის დაახლოებით რა ღირს ესეთი აქტივები ბაზარზე, რომ მიახლოებით მაინც გითხრას რა. ესე ბუღალტერი ადგეს და მაგის სალიკვიდაციო ღირებულება განსაზღვროს რეალურად არასწორიაც არის რა, იმიტომ რომ ტექნიკური ცოდნაც მჭირდება და მოკლედ ბაზარშიც უნდა ვერკვევოდეთ რა. სად რა როგორ ღირს ახალი ძველი და მოკლედ ბევრი ნიუანსია რა. ამიტომ თუ დიდ აქტივებს ეხება ხოლმე ძვირადღირებულს, მაინც ჯობია რომ ექსპერტი მოვიწვიოთ და იმას განვასაზღვრინოთ, რამდენია სალიკვიდაციო ღირებულება. კიდევ ორი კითხვა გვაქვს. ჯერ პირველს წავიკითხავ. წელს დაარსდა კომპანია და მიწა აქვს უკვე შეძენილი და დეკლარაცია რა ფორმით მომიწევსო? აქ მნიშვნელოვანია წელს თუ დაარსდა, სავარაუდოდ უკვე მიწა აქვს 1 აპრილამდე თუ არ გაყიდა ეს მიწა, მაგ შემთხვევაში იგივენაირად ესე გააკეთებს დეკლარაციას, მეგობრებო. უბრალოდ აი აქ მეორე გვერდზე შეიყვანს მაგ მიწას. და გააგზავნის დეკლარაცია. თუ ეხა იქით დასაბეგრი ქონება, 2024-ში დასაბეგრი ქონება არ ექნება თავისთავად. მარტო მიწას შეიტანს და ისე გააგზავნს 2024 წლის დეკლარაციას, ესე ვთქვათ რა. კიდევ გვაქვს კითხვა. შეიძლება პირდაპირ საგადასახადო თემა არაა, მაგრამ ცვეთის მეთოდის განსაზღვრას საგადასახადოსთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა თუ აქვს? მაგალითად, მე ავიბძე წრფივი მეთოდს ავირჩევ, თუ ნაშთის შემცირებას რამეს წყვეტსო? ანუ საგადასახადო ხომ არ მოგვადგება არასწორი მეთოდი? ხო, კაი კითხვა ხშირად დასმული არის რა. ნახეთ როგორი ვარიანტია. საგადასახადო ორგანოების აუდიტორებს, მაგალითად, ესე პირდაპირი კომპეტენცია არ აქვს ფინანსური ანგარიშგების მიხედვით თქვენ რაღაცების შეგიმოწმოთ. ანუ ძირითად შემთხვევაში, აი 99% შემთხვევაში, თუ რამე არაგონიურული სხვაობა არ არის, თუ რამე ძალიან დიდი სხვაობა არ არის და აშკარად არ არის რომ რაღაც არასწორად არის მოკლედ არჩეული, ან ეს არ გახდა უფრო სწორად რო ვთქვა, არ გახდა რაღაცა გადასახადებით სერიოზული манипуლირების საშუალება, მაგ შემთხვევაში, აი 99% შემთხვევაში აუდიტორი მოყვებათ ხოლმე მაგ არჩევანში რა, იმიტომ რომ ესე ვთქვა, ფინანსური აღრიცხვის კომპეტენცია არ აქვს რა. ამიტომ თქვენ რასაც განსაზღვრავთ, მეგობრებო, როგორც განსაზღვრავთ და იტყვით, რომ ესე იგი მე წრფივი მეთოდი უფრო მაწყობს, ვიდრე შემცირებადი ნაშთის მეთოდი. მაწყობს როგორ, ანუ უფრო ლოგიკურია და უფრო კარგად გამოხატავს, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ძირითადი საშუალების ხარჯებში აღიარებას, ხო? მანდ როგორც წესი ვერც გედავებიან ხოლმე ესე რომ ვთქვათ რა. თუ შეგედავნენ თვითონ შეგედავება ექსპერტი უნდა მოიყვანოს და უნდა დაასკვნან რომ მოკლედ თქვენ არასწორად იყენებთ ცვეთის მეთოდს ესე რომ ვთქვათ. ამიტომ რამე ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი რომ მოკლედ იშვიათ შემთხვევაში ხდება სადაო ამის თქმა მინდა რა. ზა იშვიათ შემთხვევაში ხდება.
თქო ისე რომ თქვა თქვი როგორც გინდათ ეგრე დაარიცხეთ. თუ რაღაცა ძალიან აცდენილია საბაზრო თი მაინც შეიძლება გამოიყენონ, ამიტომ სულ არ მიაქცევენ მაგას ყურადღებას ესე რომ თქვა რა. კიდევ გვეკითხებიან, რომ კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ, როგორ ვანგარიშობთ დეკლარაციის ჩასაწერს საბალანსო ღირებულებას ქრიან შემოგიერთდითო და არსებულ ჩანაწერს მითითებულ მეილებზე ყველას გამოგიგზავნით და შეძლებთ, რომ თავიდან უყუროთ ამ ვებინარს. ამიტომ შემდეგ კითხვას წავიკითხავ. თუ ქონებას გაუნულდა საბალანსო ღირებულება, მაგრამ აქვს საექსპლუატაციო ვადა და კიდევ გამოვიყენებ, რა ხდება ამ დროს? მეოთხე კატეგორიაა. ნახეთ მეგობრებო, ზოგადად რა, ესე პირდაპირ თუ განულდა აქტივი, მაგრამ მაინც ვიყენებთ, ხო? ეს თქვათ სწორი არ არის რა, ესე რომ ვთქვათ რა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანუ ეს რამაც გამოიწვია მაგის მიზეზი არის არასწორად განსაზღვრული ცვეთის ნორმა, ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ საჭიროა ორი რაღაცა შეგვიძლია გააკეთოთ. ერთი რომ ააფასოთ ეს აქტივი და თავიდან დაიწყოთ ცვეთა, ესე რომ ვთქვათ. ან წარსული პერიოდი გადააკორექტიროთ ისე, რომ სწორად გამოვიდეს ცვეთის ნორმა და ჯერ არ გაგინულდეთ. უმეტეს შემთხვევაში მაინც გადაფასებას აკეთებენ ხო. გადაფასებისთვის ცოტა რთული ნაწილი ის არის, რომ თუ რაღაცა მნიშვნელოვანი აქტივია, ჯობია იმის შეაფასებით. თუ არა და თქვენც რო განსაზღვროთ, ან მენეჯმენტმა განსაზღვროს და დაახლოებით ღირებულება რა შეიძლება იყოს, თუ ეს გონირული იქნება, მოკლედ ეგეთი რაღაცაც შეიძლება, ასე ვთქვათ. დავით, ამ ეტაპისთვის სხვა კითხვები ოფისის აღჭურვილობაა. ეგ რომელი კითხვაზე იყო? აი საბალანსო ღირებულება რო გავუნულდათ. ხო, ოფისის აღჭურვილობა. პრინციპში მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა ისი აღჭურვილობაა რა. თუ ჩვენ თავის დროზე ვაღიარეთ, რომ ეს მართლა ძირითადი საშუალება იყო და არ იყო სიტყვაზე მაუსი რაღაცა ისეთი, რომელიც ან კომპიუტერის მაუსის ხო, ანუ რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ჩამოვწეროთ ხოლმე, ხო, იმაში ხარჯებში. მართლა რაღაცა ისეთი ტექნიკა არის არა? მაგ შემთხვევაში ჯობია მაინც რომ ავაფასო. ჯობია რა, სწორია რომ ავაფასდეს, ესე რომ ვთქვა და გვეჯიდეს მოკლედ ბალანსზე რა. იმიტომ რომ მაგით ჩვენ თუ რაღაც ოპერაციებს ვაკეთებთ, გამოიგულისხმება რომ ჩვენი ესე რომ ვთქვათ შემოსავლის მიღებაში რაღაცა კუთხით მონაწილეობს. ამიტომ არასამართლიანია რომ მისი ხარჯი არ მოხდეს შესაბამისი მოგება ზარალში, ესე ვთქვათ. ამიტომ საჭიროა რომ ავაფასოთ. დავით, კიდევ ერთ შეკითხვა გვაქვს. მე მაგალითად ძირითადად ნაშთის შემცირების მეთოდი, იმიტომ ავირჩიე, რომ მარტივად არ ნულდება და აფასება არ მომიწიოს. MSS-ფასი უშვებს აფასებას მეოთხე და მესამე კატეგორიაზე? როგორ არის იცით? ესე პირდაპირ ექსპერტი არ ვარ მე სტანდარტებს მართლა გითხრათ რომ საგადასახადო კუთხით ვარ, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს შეგვიძლია მაინც ავაფასოთ კი. უბრალოდ აქ არ მეოთხეზე მე მგონი არ მოითხოვება რომ მაინდამაინც ექსპერტმა აგვიფასოს, ესე რომ ვთქვათ. თავარია ჩვენ გონივრულად განსაზღვროთ. ოღონ არსებითი უნდა იყოს მეგობრებო, ეს ახლა თუ რაღაცა ავაფასე და ცვეთით მოკლედ 2 ლარი გამეზარდა ხარჯი, ხო, მაგაზე არ არის საუბარი, ანუ დიდ აქტივებზე არის საუბარი, ესე რომ ვთქვათ. ამას მნიშვნელოვნად შეიძლება შემიცვალოს მე მოგებას არ არის მისმა ხარჯმა, ესე რომ ვთქვათ. კიდევ გვაქვს ემეილი? კარგი, დავით, ამ ეტაპზე სხვა კითხვები არ გვაქვს. მოდი საჩუქრის ნაწილზეც გადავიდეთ და შემდეგ დავასრულოთ უკვე ვებინარი. მე გავაზიარო ის ხო? აჰა. ხლავე. მოკლედ, მეგობრებო, პირველ რიგში დავით მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის. იმედი მაქვს, რომ დამსწრე ადამიანებისთვის საინტერესო ვებინარი იყო. რაც შეეხება დაპირებულ საჩუქარს, მოკლედ კომპანია Finos-გან ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემა ყველა დამსწრე ადამიანს, ვებინარზე დამსწრე ადამიანებს, რაც მოიცავს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენას. და ფასდაკლება მოქმედებს 3 შემდეგ მომსახურებაზე. ეს არის ქონების დეკლარაციის წარდგენა, დეკლარაციის წარდგენაში დახმარება და კონსულტაცია თქვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. ვაუჩერის ბოლოს მოცემულია საკონტაქტო ნომერი,
ჩვენი კომპანიის პარტნიორებზე ზრუნვის ლიდის თიკო ჩარკვიანის. შეგიძლიათ თიკოს დაუკავშირდეთ ნებისმიერ დროს კონსულტაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში. და თიკო აუცილებლად დაგეხმარებათ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ამ თუ სხვა თემებზე. ასევე მინდა გირჩიოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი LinkedIn ან Facebook გვერდი, ხშირად ვატარებთ ხოლმე მსგავს ვებინარებს და ალბათ საინტერესო იქნება, რომ შემდეგშიც არ გამოტოვოთ და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა. მადლობას გიხდით თქვენი დროის დათმობისთვის. სხვა კითხვები თუ არ არის, შეგვიძლია რომ დაგემშვიდობოთ დღეისთვის სულ ეს იყო მოკლედ. დიდი მადლობა. მადლობა ყველას და წარმატების გისურვებთ. ჩანაწერიც და ვაუჩერიც ყველა თქვენგანს გამოგეგზავნებათ მითითებულ მეილზე, როგორც გითხარით. ნახვამდის. აბა, კარგად.